ამასობაში უკრაინაში 15 იანვარია და დღეს იყო რუსების მასირებული სარაკეტო იერიში უკრაინაზე და ამის შესახებ ვისაუბრებ ამ ვიდეოში. სანამ ყურებას დაიწყებთ, დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი გვერდი Neonius 2020, Telegram არხი Neonius 2025 და აგრეთვე ჩემი Facebook გვერდი და YouTube არხი. ვიდეოზე იქნება მითითებული დასახელებები. აგრეთვე გააკეთეთ დონაციები, ანგარიშის ნომრები პროფილზეც არის და კომენტებში ჩავაგდებ ხოლმე, მეუნებიან არ კოპირდებაო იქიდან. ხო, მოკლედ წინა ვიდეოში ომის შესახებ თქვი, რომ სავარაუდოდ რუსების რაღაც პასუხი იქნებოდა უკრაინელების დარტყმებზე. და დღეს დილას იყო მოკლედ მასირებული, კომბინირებული დარტყმა უკრაინის ტერიტორიაზე. ისეთი მასირებულიც არა, როგორც წინა შემთხვევებში. უკრაინელების ინფორმაციით 53 რაკეტა იყო გამოყენებული რუსების მიერ და 74 დამტყმელი უპილოტო ეს შახეთს რო ეძახიან, რუსები გერან 2-ს ეძახიან რა. ხო, კადრები ფაქტობრივად არ არის, რას მოხდა, როგორ მოხდა. ცნობილია, რომ სამიზნეები იყო დასავლეთ უკრაინაში, ლვოვის და ივანო-ფრანკოვსკის და აქეთ ხმელნიცკის ოლქებში. უკრაინელების ინფორმაციით 53 რაკეტიდან ჩამოაგდეს 30. ხო, არ ყოფილა გამოყენებული არც ორეშნიკი, არც კინჟალის ტიპის ჰიპერგერითი რაკეტები, ერთი ბალისტიკური ისკანდერი იყო გამოყენებული, 4 კალიბრის ტიპის რაკეტა ისროლეს საზღვაო ბაზირების ანაპის მიმართულებიდან, მომდაც 3 ჩამოაგდეს უკრაინელებმა. აგრეთვე იყო 7 X-22 ტიპის რაკეტა, ამას Tu-22 ტიპის თვითმფრინავებიდან უშვებენ და დანარჩენი ეს იყო X-101 ტიპის საჰაერო ბაზირების ფრთოვსანი რაკეტები, Tu-95-ებიდან უშვებენ რა ამათ რა. ეს არის კალიბრი რა. ეს არის X-101. ხო. ეს არის X-59 საავიაციო რაკეტა და ეს არის X-22. აი ყველაზე მეტად ამის ჩამოგდება უჭირთ უკრაინელებს რა. ჯერ კიდევ საბჭოთა იმის რაკეტაა და რაღაც მოდიფიკაციებით ამას ფაქტობრივად ვერ აგდებენ რა. ხო, აი დღესაც ეს მოხდა რა, ეს X-22-ები ვერცერთი ვერ ჩამოაგდეს. ერთი კალიბრი გაძვრა, ეგ თავისთავად ისკანდერის ჩამოგდებაც უჭირთ ისიც გაძვრა და 3 თუ 4 ამ X-101 ტიპის რაკეტა რა. ვიდეო იყო ერთადერთი ლვოვში ვიცით, რომ და უკრაინელებიც იძახიან, მოხდა 2 ობიექტს, ენერგოობიექტებს მოხდა რა, სავარაუდოდ გაზსაცავს, სტრია ესეთი ქალაქი იქ არის დიდი გაზსაცავი, მიწისქვეშა და სავარაუდოდ მიწის ზედა ინფრასტრუქტურა დააზიანა და კიდე რაღაც ენერგოობიექტს რა. სხვა ინფორმაცია არც იქიდან, არც აქედან არ არის რა. ხო. თვითონ ფრონტზე ხო, რაც შეეხება იმ დამტყმელ უპილოტოებს, უკრაინელების ინფორმაციით 57 ჩამოაგდეს და დანარჩენი 27-ზე იძახიან, რომ მიზანს აცდაო თუ თავისით ჩამოვარდაო. თუ რა ვიცი, ლოკაციურად დაიკარგაო, ეგეთი ფორმულირება აქვს, ასე რომ გამოდის, რომ ხო, ყველა უნებელყვეს რა ეს დამტყმელი ისინი. შედეგი მოკლედ ეს არის, რომ 13 რაკეტა რაღაცას მოხდა, რას არ ვიცით. უკრაინაში ისეთ ცენზურა, მოგეუბნებით, 2 ვიდეო გამოჟონა, ისიც ძალიან შორიდან არის გადაღებული, რას ხდება და როგორ ხდება, ვერ გაიგებ. ხმა ისმის რაკეტის და მე იქ შორ პლანზე რაღაც აფეთქება. ხო, თვითონ ფრონტზე რაღაცა მნიშვნელოვანი ცვლილებები ფრონტის ხაზის არ ყოფილა, მძიმე ბრძოლები მიდის ვილიკაია-ნოვოსილკას მიმართულებაზე, პოკროვსკის მიმართულებაზე, ჩასოვიარში, კუპიანსკის მიმართულებაზე და კურსკის ოლქშიდაც. ხო, მაგრამ რაღაცა ისეთი სერიოზული ისინი არ მოხდარა და ამით ცვლილებები რო იქნება ფრონტის ხაზზე, მაგის შესახებ დავდებ მე ინფორმაციას. ანუ თუ რა ვიცით.